გამარჯობა ბავშვებო, ჩემო გამომწერმავ მაჩუკა ეს და მერე ახლა განახებ თუ როგორია მოიცამოვალაგო რა ქვია დე? თეონა სად მოგაკითხა თეონამ? სადაბაში ეს რა არის საყვარელო? რადა რაფაელო რაფაელო, მოდი ჯერ ამოვალაგე და მერე ვაჩვენოთ. კარგი? არა, ჯერ ამოვალაგოთ. მიდიდე ყველაფერი ამოვალაგე. მოდი მე დაგიჭერ გაუშვი ერთი წამით. აი ეს. ერთი წამით სულ ამოვალაგე და ყველაფერი ორივე ხელით თუ შეიძლება სწრაფად ცოტა და. აი ეს რა ხო, მიდიდე. აი ეს ლაბუბუხა რამდენი რაღაც მაჩხარა ამბავია ამოვალაგე და ყველაფერი მოგიხმარო? არა მადლობა მეკითხება ესე და პირსახოთი დო ამოვალაგე და ყველაფერი ამოვალაგე. აი პირსახოთი ხო, იქ დაალაგე დედიკო ჯერ რომლით დაიწყებ დე? რომელი მინდა დაათვალიერებინო და მოიცადე საყვარელო. მოდი. ახადე ვნახოთ რა არის. ეს არის რეგალო. აბა ვნახოთ. გამიხსენი მოდი ერთ მანამდე სხვა რამე აჩვენე დედიკო. აი ეს არის ჟელიბონები აჩვენე და. ეხლა შემდეგ ვაი არა უშავს დაანებე დედიკო თავი. მოდი აბა რა არის ნახე და. ჩიკა თურმე ჩალამაზი ჩიკა არა აჩვენე დედიკო რა ვერ დაინახავენ როგორი ჭიქა. შიგნიდან ნახე და როგორ ახატია შიგნიდანაც აჩვენე დედიკო. რა წერია მოდი აბა ვნახოთ. რეგალო. მოგეწონა აი ძალიან მომწონს მით უფრო რომ თავისი ყუთით არის და ძალიან ლამაზი და დახვეწილია. შემდეგი დე საწუწნი კამფეტებია ხო და შემდეგი რაფაელო ხო გიყვარს რაფაელო იქანძაია შემდეგი ესენი აჩვენე დედიკო ახლა აი ესენი ლაბუბუს შოკოლადები და მოდი ვაჩვენოთ თან ერთნაირი კი არ არის პირი ერთნაირი აჩვენე დედიკო ეგ როგორია ეს ყვითელი და ეს ვარდისფერი აჰა კარგი ისინიც აჩვენე დედიკო რა ლამაზი პირსაწმინდები აჩვენე დედიკო აი ჩვენი პირსახოთი ნახეთ როგორი ლამაზია თავისი ფოჩებით კარგი აქ დავდოთ და მარიკოს ყველაზე მეტად რა გაუხარდა თეო მე შენ გაჩვენებ ახლა და ყველას გაჩვენებ ოღონდ თავად მარიკო მე არა აჰა და რადა აბა თქვენ დავხუთა რა ლამაზია თურმე მე ამას მეგობრებო ყველაზე გავიკეთებ და თქვენ გაჩვენებ დედიკო და გაჩვენოთ რა პრობლემაა მოდი ხო აი შენი არ გახმის საყური საყური არა და უკან ჩავაბრუნოთ იმიტომ რომ ეს დღეს ხوار ვიკეთებთ დე ხო ცოტა ის კარგად რომ შეგიხორცდება მე შეგვიძლია გავიკეთოთ ეს არის ანტიალერგიული გოგოებო უბრალოდ ნახეთ რამდენია სიმართლე გითხრათ მეც კი გავიკეთებ ზოგიერთს და ხო ნუ თავისი ის მოყვება რა თქმა უნდა უკან სამაგრები ერთი წუთი გაგიხსნა მოგიხმარა მეგობრებო დღეს ძალიან მომეწონა დედიკო თეო ხო მოგეწონა რომ ჩაგეხუტა ძალიან აბა ვაჩვენოთ რა ხატია და რა ხატია და კატუნია გავიკეთოთ ყელზე მოდი პრინციპში ჩვენ შეგვიძლია ესე თავზეც ჩამოვიცვათ უპრობლემოდ ჩამოვა აი ჩემია ესა შეგიძლია თქ ჩაიტანო თან ესე გქონდე არა ჩატანებული არ გინდა დედიკო ეგ ისეთია რომ დედა აქედა რომელი ფერი მოგწონს ყველაზე მეტად რომელი მოგეწონა დე
აბა მაჩვენე რომელი მოგეწონა. ეს მაჩვენე რა არის? ვარდისფერი გული ისრით და მე გადავირი აი ამ წითელ გულებზე ისე მომეწონა. მეც გადავირიე წითელ შენც გულებზე. თეთრით ძალიან მომწონს და თეთრით პრინციპში აქედან ბევრი იქნება ისეთი რომელსაც მეც მე ყველაზე მეტად იცი რომელი მომწონს ვარდისფერი, სტაფილოსფერი, გული, იასავნისფერი და ვარსკვლავი. ძალიან კარგი. მოკლედ, ძალიან დიდი მადლობა თეოს, დედიკო. თეოს რო ჩაეხუტე, როგორ გაუხარდა იცი თეოს დე? აი ის და დედიკო ჭუჭყა ხელს მომოკიდებთ, კარგი ჯერ. არა, ასე გაფუჭდება თუ უნდა ჩაარჭო მთელი ძალით, მარიკვასი არ გეცდება. მე მივხედავ, კარგი, რომ ძალიან არ ჩაარჭო. მოკლედ, დღეს იყო მოსული უსაყვარლესი ცქრიალა, ბრდღვიალა და ისეთი ლამაზი, რა ვიცი, რა გითხრათ. ესტუმრა ჩვენს ფილიალს ანბანელას მოვიდა, მისი უახლოესი პაწაწუნა უნდა მობრძანდეს მალე ჩვენს ბაღში და თან გავიცანით, ისე გამიხარდა ხალხო, აი არ ვიცი. რაღაცა ძალიან შინაურს რო შეხვდები, ეგ განცდა მქონდა და ზოგადად მე ვიც მიყურებთ, ასეთი განცდა მაქვს ყველაზე. აი ეს რომ მიკეთია ჯერ, ეს მაგნიტია თუ არა? არ არის მაგნიტი არ არის. მაგრამ თან მერე ამას მერე დავაგემოვნე. დავაგემოვნოთ მერე? კი, თან ჩემს მოგცემოთ. როგორ? თან ჩემს მოგცემეთ რომელია. გამიხარდება და ნახოთ აბა როგორი იქნება. მოკლედ, უღრმესი მადლობა ძალიან, აი რა ვიცი, აღთოვანებული ვარ და ძალიან ვიუხერხულე და ყველანაირი განცდა მქონდა მოკლედ. დედიკო აჩვენე და დავემშვიდობოთ, კარგი დღეს. არ ვიცი, რისი ჩვენება გინდოდა, ეგ რომ ჩაგივარდა და. აი. შეიძლება. ეს უკვე ვაჩვენე რომ მოდი მაშინ დავემშვიდობოთ, კოცნა გაუგზავნოთ ჩვენს ძალიან საყვარელ გამომწერებს, როგორც შენ ამბობ ხოლმე. ანუ რა გავაკეთეთ დღე და ეს რა იყო, განყუთვა გავაკეთეთ? საჩუქრების განყუთვა. ნახვამდის. გემშვიდობებით. ვაიმე დედა, ჩიჩი არ მომტკდეს. მოგეხმარო? კი, თუნდია. ნახავ, ეხლა. ძალიან კაი სონია. გავუტა ხო? კი. აი ესენი გავუტა. ვარდისფერში რომ მარი არწყვი ძალიან გემრიელია და ის რომ მარი ისიც ძალიან გემრიელია, მაგრამ ყველაზე მეტად მომწონს ეს და ეს. ამასობაში გეტყვით, რომ უსაშველო დიდი კალორია აქვს 565 და ზოგადად მინდა გითხრათ, რომ შოკოლადებს დაახლოებით ისედაც სამწუხაროდ ძალიან დიდი კალორია აქვს. მოგეწონა დე? ძალიან. გემრიელია? შენ ყოეთელია, არ მინდა ჯერ არც ერთი დედიკო ყავაზე მივაყოლებ. მადლობა. რისი გემო აქვს? მე რა კარგი სუნი აქვს და რისი გემო აქვს? რისი და მარწყვი. გემრიელად მიირთვი. ყველაზე მეტად რაც გამიხარდა კაცი. აქ დავსვათ ჩემი გოჭუნა. რა დავარქვათ? მინო. მინო? აწიედე? გამარჯობა მინო. მოგეწონა ხო დედა? ძალიან კაი სახელია მინო. ჰაი ხალხო. საკმაოდ გვიანია, მაგრამ ძალიან მინდა ერთ საკითხს შევეხო და ვფიქრობ, რომ საბოლოო თუ არა ერთ-ერთი ბოლო მაინც იქნება ყოველ შემთხვევაში ამ თემაზე დიდად საერთოდ აღარ მინდა საუბარი, იმიტომ რომ რაღაცა ჩემი გამჭირვებია საბავშვი ვარ და
არნაირი სურვილი არ მაქვს ამ თემაზე ხშირად საუბრის, მით უფრო ანუ რა საჭიროა ხშირად საუბარი საერთოდ. და ზოგადად ხო, ეს თემა ისეთია რა, მაგრამ უნდა ვისაუბრო. ერთია მეგობრებო, მე ვიჯდე, განვიხილავდე ვიდეოში იმას, რა დისკომფორტს განვიცდი ჩემს წონასთან დაკავშირებით, როგორ მტკივა შიგნიდან ყველაფერი, იმიტომ რომ ამ ჩემს რაღაცას ვერ ვეგუები, იმასაც კარგად ვაცნობიერებ, რომ რასაც ვერ ეგუები, უნდა შეცვალო და თუ ვერ ცვლი, ნუ ახლა გეხვეწები ვისი ბრალია ჩემს გარდა არც არავისი. და მეორეა, როდესაც პირადში მწერთ, ვითომ თქვენი სულიერი დავიყო, ან რა ვიცი, ძალიან ახლობელი ადამიანი ვიყო, რომ იცი რა გვანცა არაუშავს, ეხლა მართალია უფრო კარგი გოგო იქნები, რომ დაიკლო, მაგრამ რას ვიზამთ? და ნუ მსგავსი ტექსტები ხალხო არ მჭირდება არავის, ანუ პირდაპირ ვიძახი, ამას არ უმალავ, არ ვფარავ, პირდაპირ გეუბნებით. კარგი გოგო იქნებოდი, მე მსგავსი ტექსტები არ მესმის, მე ვაპატიეთ რა თქვენთვის თუ ეს ჩვეულებრივი ამბავია, მე არ მესმის მსგავსი ტექსტები. ისევე როგორც არ მესმის, რომ იცი რა, ეხლა გვანცა 6-ის მერე არ ჭამო, განა რა გაგიხდა ეს ჭამა და ნახე რა ლამაზი გოგო იქნები, მე ისედაც ლამაზი ვარ. იმას კი არ ვამბობ, რომ ახლა ავხტები და ციდან ვარსკვლავს მოვწყოთ, მაგრამ ლამაზი ვარ, რა ვიცი, არ ვთვლი, რომ ისეთი ვარ, რა ვიცი, მაგიდის ქვეშ ვიმალებოდე. ასე ვთვლიდე ჩემ თავს, რომ ვაიმე რაღაცა არა. რა ვიცი, ლამაზი ადამიანი ვარ, ლამაზი გოგო ვარ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ ვამბობ, რომ ვარსკვლავებს წყვეთ, მაგრამ არ მივიჩნევ თავს რაღაცა კატასტროფული გარეგნობის გოგოთ. ვინც მიიჩნევს, მაგ შემთხვევაში საზოგადოებაა დამნაშავე, იმიტომ რომ რაღაცებს შთაგონება აქვთ რაღაცა გაჟღენთილი, რასაც გადასცემენ ადამიანებს და მერე ყველაფერი აქვთ ადამიანებს, აი როგორც რომ ვაიმე რა ზგავარ და ვაიმე რა ზგავარ, ესეც თქვენი ბრალია საზოგადოების. ძალიან გთხოვთ რა, თავი გამჭირვებია ჩემი წონის გამო, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. და ჩემთვის ძალიან რთული თემაა, ძალიან მტკივნეული თემაა და ძალიან ხა ვისთვის როგორ აღმიქვამ სექსუარავია, მაგრამ ჩემთვის ასია. ლამაზი გოგო იქნებოდი, რო იყო ცოტა დაკლებული, ჩემთვის არც ნუგეშია, არც დარიგება, არც რჩევა, არც არაფერი არ არის. ჩემთვის ეს არ არის ხალხო კომპლიმენტი და უიმე დიდი მადლობა რომ მომწერე თუ რასელოდებით ხოლმე მე არ ვიცი. ასეთი უფრო მეცაც გეტყვით, ასეთი აუდიტორიაც კი ამჭირდება, არა თუ ამჭირდება რა, არ მინდა ისეთი ადამიანები მიყურებდნენ, ვინც თვლიან, რომ გვანცა შენ რო დაკლებული ყო, ლამაზი გოგო იქნებოდი და ნუ არა უშავს, აი რა ვიცი, არ მჭირდებით ხალხო, ვინც ასე თვლის, რომ უიმე დედა ეხა ჩემი წონა და ისე წაბრძანდით, საიდანაც მობრძანდით, არც ერთ გამომწერს არ ვიჭერ. არც ერთს. არ აქვს მნიშვნელობა თუ გინდათ 15 წელი მიყურებდე. არ ვიჭერ არავის. ისევე როგორც დაჭერით არ მომიყვანი არავინ, წასვლითაც არავის არ ვიჭერ. ყველა მივხედოთ ჩვენს გარეგნობას. მე როდესაც ჩემს რაღაც შინაგან რაღაცებზე საუბრობ, ეს არის ძალიან ჩვეულებრივი, ხა სულ რაღაცა მაკარონის ფასებზე ვერ ვისაუბრებ, არ არის ხა ეს ჩემი რაღაცა მოწყოდება დიდად, რომ არის ხა მხოლოდ მაკარონები განვიხილო და რა ვიცი რაღაცა აფთიაქში დუშგელები, ყველაფერს ვეხები, ხა თქვენ კარგად იცით, ვინც მიყურებთ დიდხანს, რომ ძალიან ბევრ რაღაცას ვეხები ხოლმე ზოგადად თემებს და ძალიან ხშირად თემებში ჩავაკვეხებ ხოლმე, რომ ვაიმე დედა რაღაცა ეს არ მომწონს, ეს არ მომწონს ვიზუალთან დაკავშირებით და ამას ხომ მე არ ვმალავ. არ ვმალავ ხალხო. მაგრამ პირადში ეს ტექსტები მე არ მსიამოვნებს, მე არ ვარ თქვენთვის დედა, არ ვარ თქვენი მამა, არ ვარ თქვენი და არ ვარ თქვენი ძმა, უფრო მეცაც გეტყვით, ვერც დედა, ვერც ძმა, ვერც ვერავინ ვერ მეტყვის მსგავს ტექსტებს, რომ იცი რა ძალიან ლამაზი იქნებოდი, შენ რო დაგეკლო და ხო რა ვიცი თუ რაღაცა და ტირილი სმაილები. არ მჭირდება ხალხო. მე არ ვთვლი, რომ ეს არის ძალიან კარგი ტონი.
არ მიმაჩნია კარგ ტონად და მომკალით თუ გინდათ. არ არის ეს რაღაცა ნორმა. რატო ვუხვევთ ხოლმე რაღაცებს, ვერ ვხვდები. აი, ნახეთ, რომ მომწერთ ხოლმე თქვენ ხო გპასუხობთ. ნუ მოკლედ მესიჯობთ ხოლმე ზოგადად ხო რაღაცებზე. მომწერთ, მადლობას გადაგიხდით და რაღაც. რა სელოდებით რომ რა მოგწეროთ თემასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება რო იცი რა ხა გვაცა. არ მინდა რა, ეს არ არის ჩემთვის რაღაცა სანუგეშო თუ არ შეურაცხყოფილათაც კი უგრძნობ თავს, უფრო მეცაც გეტყვით, ხო? რა ის სანუგეშო ამჭირდება მე კაცო ნუგეში. არა ვიცი, ანუ თავი გამჭირები ანიშნავს რომ ნუგეში მჭირდება. არა. უბრალოდ მე ამ თემაზე საუბრობ, ვიცინი კიდეც თქვენთან ერთად და რატომ წერთ პირადში ასეთ რაღაცებს? უბრალოდ ცოტა გაუგებარი კი არა, უკვე გაუბრაზდი. ანუ ვითმინე ერთმა მომწერა, აუ ძალიან გთხოვთ დატოვოთ ჩემი სივრცე იმ ადამიანებმა, ვისაც გგონიათ, რომ ყველაფრის მოწერის, ყველაფრის თქმის უფლება გაქვთ, ისევე როგორც უფლება არ მაქვს თქვენ ასეთი რაღაცები გწეროთ, რაც არ არის მოსაწერი და არ ითვლება კარგ ტონად, რომ მიცი რა არის ახლა აი ხა მე რომ მოგწეროთ, როგორ უნდა გესიამოვნოთ, ვერ ვხვდები, რომ აი მაგალითად გეუბნები. აი ძალიან ლამაზი იქნები, მარი რო დაიკლო, ნახე რა კარგი გოგო იქნები და რაღაცნაირად უფრო მეტად გახსნილ და რამდენ ადამიანს მოეწონები. აი რა არის ახლა ეს? ანუ კარგია, კარგ რამეს გეუბნები, თქვენ გონიათ, რომ ამას თუ გეტყვით, ეს ძალიან კარგი რამეა? იმას თუ მეტყვით, რომ აუ ისე შეიცვლები გვანს და ეს დაგითხელდება და ის და ნახე ვიზუალურად რა თქმა უნდა შეიცვლები და ბევრად გაგილამაზდება ის ფორმები რაც გაქვს, ეს სხვა რამეა ხალხო. და ის რომ ნახე რამდენ ადამიანს მოეწონები და რომ გაკოხტავდები თუ ესა თუ აუ გეხვეწებით რა, ამ თემაზეც კი რომ საუბრობ, ცოტა მგონია რომ რა ვიცი უკვე აღარ საუბრობთ მაგ თემაზე. მაგრამ ეს არ მგონია მარტო რომ საქართველოს პრობლემა იყოს და მგონია რომ ძალიან დიდი პრობლემაა ზოგადად. წონა და ბევრი რამ ხო ძალიან დიდი პრობლემაა და ამ წონამ ხო ხელში შევიკლა, არ ვიცი, ისეთ გადამალეწეთ, ბარემ ყველაფერი კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე რომ ვამბობ და რასაც ვამბობ ეგ სხვა არის, მაგრამ ის რასაც ვწერთ ხო სულ სხვა რამ არის. მე ახლაც ლამაზი ვარ, მაგრამ ბევრი კილოგრამით. საკუთარ თავთან ეს მაქვს. ბევრი მაგრამ არ მიხდება ანიშნავს იმას, რომ ხაზი გადავუსვით საკუთარ გარეგნობაზე. არა. ხანდახან უმიზეზოთაც გეწუწუნებით ხოლმე, მიზეზი არ მაქვს, უბრალოდ ძალიან ვარ რაღაც მომენტში დაღლილი და მინდა რომ ვიწუწუნო და ძალიან კარგი მსმენელები ხართ და ძალიან კარგად გესმით ჩემი. ხო ხდებით? მაგრამ არ მომწონს რა, ეს შეიწყალო პირადში რომ წეთ. არ მომწონს და ეხა მომკალი თუ გინდა კაცო, არ მომწონს. ნუ რავი, ნუ ელოდება ეხა რომ ეგეთი მიმოწერის მერე რაღაც აღფრთოვანებისაგან გული წამივა, ვერ წამივა ნამდვილად, არც მომეწონება, არც თავს არ მივცემ იმის უფლებას, რომ ვინმეს მსგავსი მივწერო. არ არის ხალხო კომპლიმენტი ადამიანს უთხრათ, რომ დაიკლებ, იცი რამდენ ადამიანს მოეწონები? აი, დარდი თუ არც მოგეწონებით ახლა რა, აი საერთოდ არ მაინტერესებს. ვის არ მოვეწონები? არ მაინტერესებს. რატომ ხაც რა ვიცი, შეიძლება დღეს ვარ ასეთ ხასიათზე, მაგრამ არ მაინტერესებს. რა ვიცი, არც გუშინ არ მაინტერესებდა და ალბათ არ მაინტერესებს. მე მაინტერესებს მეტად ადამიანს მოუწოდეს შინაგანად, მოსწონდეს ჩემი განათლება, მოსწონდეს რა მისაღები იყოს ჩემი კულტურა, მისაღები იყოს ჩემი საუბრის მანერა, იმიტომ რომ მე სოციუმთან ერთად ცხოვრობ, მუშაობ, საზოგადოებასთან მაქვს ურთიერთობა და ეს მნიშვნელოვანია, რომ მათთვის მე არ წარმოვადგენდე ვიღაცა ხიყოს. ჩვეულებრივი ამბავია. მაგრამ ეს თქვენ, რასაც წერთ ხოლმე გარკვეული ადამიანები, უკვე ყელში ამომივიდა იმ დონემდე, რომ ვიდეო ჩავწერო, რომ არ მაინტერესებს
არავის აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ იცი ძალიან ბევრს მოვეწყონები, რომ დავიკლო. აი არ მომწონს რა, როგორ გითხრათ, არ ვიცი. ეხლა ცოტა გაფრაზებულიც ვარ, იმიტომ რომ აი ძალიან ამომასხა და რაღაცნაირად შევიდეთ ხალხო ერთმანეთის მდგომარეობაში რა, ანუ რატო გგონიათ რომ ცოტას მოვწონო არ, ანუ ცოტა ადამიანს. თქვენ იცით მე რამდენ ადამიანთან მაქვს ურთიერთობა? ძალიან ბევრ ადამიანთან მაქვს, ძალიან. რა თქმა უნდა, აქედან ბევრს არ მოეწონები და ეს ძალიან ლოგიკურია, ისევე როგორც მე ბევრი ადამიანი არ მომწონს და ასევე ძალიან ლოგიკურია. ზოგის ხასიათი არ მომწონს, რაღაცები არ მომწონს, ზოგის შესაძლოა ხმის ტემბრი არ მომეწონოს და აი რაღაცა გამაღიზიანებელი. ნუ ბევრი ხალხო როგორ ყველა ასე ვართ, ანუ ის მე კი არა ვარ, რაღაცა ციდან ჩაუფრენილი რაღაცა ვეშაპი. ასე ვართ ყველა ასე ვართ. მაგრამ ახლა მივახტე ვიღაცას მივაფრინდე ხახაში და ვუხსნა რომ იცი რა ძალიან ბევრს მოეწონები შენ თუ დაიკლებ წონაში ისევე როგორც ძალიან გამხდარი გოგონები რო არიან და აი თუ მოიმატებ ძალიან ბევრს მოეწონები აი ამ ტექსტით ხო და გამიხეთქოს ვიღაცამ თავი აი თუ არც მოგეწონები კიდე ხო მეტყვის იგივეს გეუბნებით ადამიანში ეძებეთ ბევრად ღრმა ვიდრე ეს არის კგ თორე თქვენ ძალიან კარგად იცით, ძალიან დაკლებული ვიყავ. თუ ჩემი ტვინი მოინდომებს, უფრო მეტად დავიკლებ. როდის მოინდომებს, გონზია რომ ახლა რო არ უნდა ზუსტად ვიცი. ნაწილს უნდა და მთლიან დრო ენდობება, კი ბატონო. ხო და ერთმანეთს გულს მოვადგენთ ხალხო რა. მე მგონია რომ ახლა ძალიან ბევრს მოვწონო არ, იმიტომ რომ შესაძლოა კილოგრამი მაქვს, შესაძლოა კი არა და მაქვს. და ბევრ ამას ვერ ვიხდენ, იმიტომ რომ ეს არის ძალიან ჩვეულებრივი ამბავი, იმიტომ რომ მე ჩემს წონას ვუარყოფ და ვერ მივიღე. ერთია ხალხო რომ მიიღებ და მეორეა რომ ვერ მიიღებ. მაგრამ თქვენ ახლა დადგეთ და გეხვეწებით რა. მეტი სადარდებელი არ მოგცეთ ღმერთმა ხალხო, გარდა იმისა, რომ უფრო მეტს მოვეწონები. არავინ არ ინერვიულოთ, დამიჯერეთ, ძალიან ბევრ ადამიანს მოვწონო. იმიტომ რომ კგს მიღმა ხედავენ გვანცას, ხედავენ ასევე დოდონას, ხედავენ ასევე ჩემს სამკაულებს, ხედავენ კიდევ მარიკოს და ბევრ რამეს ხედავენ, რაც მოსწონთ. როდესაც მე მიყურებენ. ამიტომ ფარავს, ახლა რადგან ეგ გაწუხებთ და თქვენ წერთ რომ ბევრს მოეწონები უფრო და დაიკელით რაღაცები ეს კი თქვენში ვიწვევ ნაწილობრივ აგრესიას და განთავისუფლებთ ვისაც გაწუხებთ განთავისუფლებთ არც ერთი გამომწერი არ მინდა ისეთი ვისთვისაც მე არ ვარ მისაღები გარეგნობის გოგონა და ჩემი შინაგანი თუ გვერდითა თუ რაღაცები სულ არ ედარდება არ ვარ და მორჩა წერტილი არ მეწყინება ხალხო ნუ გეგონებათ რომ მეწყინება არ მეწყინება, იმიტომ რომ იმდენი ადამიანი არ მომწონს, გეხოცები რომ ჩამოვთვალოთ, დილამდე ვერ მორჩები. შეიძლება 2 დღე არ მეყოს. მე უბრალოდ ვერ ვხვდები მსგავს ტექსტებს, მე მაპატიეთ. მიუღებელია ძალიან, გაუმართლებელია, არ მომწონს, მაღიზიანებს, მწყინს. იმის არ იყოს ჯვრისწერის ფოტოზე რომ დამიკომენტარეს, რომ უიო შენ მაშინაც ბუტკუნა ყოფილ ხარ. როგორ უნდა იკადრო უბრალოდ ადამიანმა, რომ ჯვრისწერის ფოტოზე ადამიანს დაუწერო თუ როგორ ეწერა იცი, თუ ადრეც ძალიან გამხდარი არ ყოფილ ხარ, ნუ მოკლედ რა, არ იყოს ასე ამ უნდა კომენტი. უბრალოდ ვერ ვხვდები, რაც სარიელი ტვინის პატრონი უნდა იყო, მსგავსი რამ დაუწერო ადამიანს. როგორ უნდა იკადრო? არ ვიცი. ერთმანეთს პატივი ვცეთ ხალხო, თორე რა ვიცი, გეხვეწები, ვის რა წაუღია, ახლა კილოგრამებს მე წავიღებ, ხალხო თქვენ ხო არ წაიღებთ. ღმერთმა ყველა ისე გამყოფოთ, როგორც თქვენ გინდათ, იმ კილოგრამებში, როგორც თქვენ გინდათ, იმ ცხოვრებით გეცხოვროთ, როგორც თქვენ გინდათ. უბრალოდ ეს იმას ანიშნავს, რომ სხვას რამით გული ცოტა ატკინოთ რა.
ნუ ატკეთ, ისაც ძალიან გვტკივა გული ბევრ რამეზე ცხოვრებაში და ყველას ტკივა. და ის ჩვეულებრივი ამბავია, იმიტომ რომ ცხოვრება და ბევრი წინაღობებია ცხოვრებაში და აი კიდე თქვენი ისინი რა ქვია მესიჯები რომ ხალხს მოეწონები და ახლა იმიტომ ყავს ცოტა გამომწერი თუ რაღაცა და ნახე მე რო გალამაზდები რამდენი მოგემატება არ მინდა ადამიანები თუ ვერ ხედავენ ახლა იმ გვანცას მე რაც ვარ რეალურად აი რო გავხდები და მაგიტო გამომიწერა არ მინდა ანუ ბედნიერი ღამე 7 ისეთი წყნარი დაიძინებთ და გამოიძინებთ ისეთი მე ისე ადრე დაადგეშება ვერ გამოვიძინო მაგრამ თქვენ ბედნიერი ღამე 7-იანი ბედნიერი რა ზავიტეხე 7-იანი ღამე ხარ ჰაი ხალხო რისთვის ავარ შემოვარდენილი ჩოლკით ის არვალი ლეღებიტე რა ქვია LGBT ისა რაღაცა TikTok-ში შემთხვევით გადავისკროლე გური მოწიფული მამაკაცი სრდის ორ ტყუს ულამაზეს ბავშვები ახლა მე ინგლისურიც ვიცი ფრანგულიც ვიცი და თუ დამჭირდა გერმანულიც ვიცი მე ინტერნაციონალური ვარ და საერთოდ ყველა ენაზე ცოტა ვიცი რა ყველაფერი ახლა ზოგ ენაზე ბევრიც ვიცი მაგრამ ხო ხვდებით რა შეყვარებიათ ერთმანეთი ხო და ისა სხვა ალაური კაცი როგორ გააჩენდა ხო ბალახს ხო და ვიღაცა ქალის დახმარები თურმე ორი ტყუპი ყავდა ხალხო იგი ბავშვებს სულიან ვაიმე კიდევ თან მოვიკალი მაგის ნახევარი არ მისულდები გული ჩებალხზე ულია და რასულია მალადეც ბიჭებო საღოლ არ ვიცი გამოცვლა გინდა დაბანა გინდა ჭამა გინდა მე არ ვიცი რა ამეზეზა ნერვები ალა რაზე გადამეზეზა ქართველ კაცს რამდენჯერ გამიგია ჩემი ყურით რა სადღაც ახლა უბანში რომ ბავშვი დავიჭირო კი არა საკუთარი შვილები ხალხო საკუთარი გაგანია ევროპაში ორი მამაკაცი ზრდის ორ ტყუს ხალხო ერთი ძლივს გავზადე ერთი ცალი ხო და არ ვიცი რანაირად ულიან ვინმე ყავდა ხო არ მივწერდი TikTok-ში რომ ვინმე ხო არა ყავდა რამე თორე ჩაჯიბილეს დავაწერინებდი ჩემხელატებს ხო და თურმე იქორწილეს ისა ბედნიერებიც არიან დაუგრძელებია ერთსა ქერაც თმები მეორესა შავად ხო და წაუსვია ლაკი გონებში ლაკრი იყო ჩხილზე ისო ამ გონებში ისა ზო არის იყო მაგრამ ვაფშე არ მაინტერესებს იზე რო თქვა ესვა რაღაც ხო და კაცი თქუცი დადიო და როგორც კანი ხალხო ხო ხო და სრდის ორ ბალხს არ ვიცი ხო და ჟინა ალბათ იმ ქვეყანაში მისცეს ხო ბალყების აყვანის უფლება ეგა ხალხო სერიოზნა რაღაცა ხო სერიოზნა ეგრე კი არ არის რაღაცა კაცები და ტყუცები ხო და არ ვიცი აქაც იქნება რამენი და ეს აყვანის უფლებები და რა არ ვიცი რაღაცას ავიწყდი და თვალებს მყრია არ ვიცი ახლა სწორაცა გამიგეთ რა ახლა ვისაც არ როგორ გიდა ისეთ გამიგეთ ამ ჩემ ბალალაიკას ახლა მე რომ მიჯვარ საყდარში და იდგეს ახლა ორი მამაკაცი და ჯვარს აიწეს მონახთვისა ჯემალი და მონახთვისა ნუკრი ვაიმე შეიძლება ეგრევე დავეცე და წამივიდეს გული ხო ძით მომყვით მამაოსიო კანი ეს ხალხო
ვერა დაუშვი ხალხო, ვერავისა ვერა დაუშვი სიცოცხლეს და სიყვარულს, მაგრამ არ მინდა რაღაცა ღვთიური მიწა და ისა ჯვისა დაწერის ის შემოიღონ რა, რომ არ მინდა. იმიტომ რომ ისეთი წმინდა ეკლესია მაპატიეთ რა ბიჭებო და ისა, მაგრამ ისეთი წმინდა რაღაცა ეგ აგვაგვარტო დარჩენილი ძმებო და მაგასაც უწაგვართ მაგრამ არის ევროპაში კანონები და წადის იქა დაიწერე ჯვარი ახლა ვინა დაგიშლით ხო ქორწინებას მაგრამ საქართველოში ქართულ მიწაში ვერა ძმებო მე მგონებ რომ ვერა ხო თორე არა გალანძღოთ იცოდი არავინ კომენტარებში ყველა თქვენ ცხოვრებას მიხედეთ ხოდა მალადეც მაო ეგენი ბალღებს ულინე გაიციფრებას არ მიცემული აიტონი გუგები გადმოვიშვიდა მალადეც მეპო ორი ბალღი ეჭე და ორივე ესეთა დაჭმევდა არ ვიცი რა მალადეც ბიჭებო არ ვიცი სახელები რა ერქვათ ქერათ მე მქონდა იყოს ერქვა ნაცნავა არ ვიცი რა არა ვიცი გძელით მე მქონდა გძეტა გძელი რა ქერათ მქონდა მაგრად მე მგონებ რომ ომბრე მქონდა მე მგონებ შევა ლამინირებაც მაგრამ რა ძაში მაინტერესებს ხო შემთხვევით გადავრთე რაღაც არხებზე რაღაცებს ვეძებდი და რას ხედავ თქვენი მონამორჩილი პუტკუ და მზისყივი გამოყვანწლაკ და ნუ იტყვით და განმეორებითი ჩვენება იყო გადაცემის, სადაც მოვიგე 3000 ლარი. სამწუხაროდ აქ ხმას ვერ ვურთავ, იმიტომ რომ მუსიკების ხმა ისმის და დამებლოკება ვიდეო. აი ისე ჩოქში ვიყავი და ისე გამიხარდა ამ მის ყურება, ვიდეოს ყურება, აი რა გითხრათ, არ ვიცი. რა ვიზუალი მაქვს ამაზე არ ვილაპარაკო და საერთოდ რა მეცვა ან რატო ჩავიცვი ეგ ზოლებიანი, რომელიც უდაოდ მეტად მასუქებდა, თუმცა ყველაფერი გადამიფარა იმ ბედნიერმა წუთებმა, როდესაც 3000 ლარი მოვიგე გიზგავდი სიხარულით. ხო, აქ თითით გაჩვენებთ მე ვარ თქო. რა თქმა უნდა, თავიდან არ მიყურებია უკვე კარგად დაწყებულზე გადავრთე, ასე რომ ვთქვათ. თუმცა, ნუ აქ ხედავთ ჩემს ემოციებს. გირსკავდი, ანუ სრულად სეშტალობით გირსკავდი ბედნიერებისაგან. რაღაცნაირად ჩემი თავი ძალიან კმაყოფილი ვიყავი ამ დღეს, ძალიან. ვინც არიცით გეტყვით, რომ ეს ეტაპი ჩემ ცხოვრებაში იყო ის ეტაპი, როცა მიმტკიცებდნენ, რომ იცი რა, ნაკლები ვიზუალით მეტად ბევრს მივაღწევდი, ეს ის მომენტი იყო, როცა მე დავამტკიცებ, რომ ნურას უკაცრავად. პირველ რიგში საკუთარ თავს დავაჯერე, ის რომ გონცა, ანუ რატო, ანუ რა, მერე რა. ხო და მერე ეს ყველაფერი მქონდა შინაგანად, რომ ხო, იცი რა არის, არ არის აუცილებელი, რომ 23 კილო იყო ხალხო ამ წონაზეც და ამაზე დიდ და ბევრ წონაზე შეგიძლიათ იყოთ ცნობადები, წარმატებულები, თქვენი საქმე აკეთოთ და ასე შემდეგ. ამიტომ ვიძახი, რომ ნუ ვასხოვებთ ადამიანებს კილოგრამების გამო. ნუ ეს არის უდიდესი სტრესი პირველ რიგში ჩვენთვის, ვინც ამას განვიცდით და თქვენი გამომეტყველება იმდენად არა ამქვეყნიურად გვეჩვენება, როცა რაღაცნაირად გვიყურებთ, რომ ხო, იცი რა, არ არის რა სასიამოვნო რა, ნამდვილად არ არის. შენ ახლა ვინც მიყურებ და ფიქრობ, რომ ძალიან მეჯობი ხარ, იმიტომ რომ ძალიან ტანწერწეტა მყავ ხარ, მინდა რომ დამიწერო, თუ შენ ასე ფიქრობ, რომელ პუნქტში ჯობი ხარ, რაში ჯობი ხარ, საერთოდ ხო სასაცილოა, საერთოდ ამების შედარება ხო სასაცილოა, მაგრამ ჩამომიწეროთ ის თქვენი ძალიან დიდი მიღწევები და ღირებულებები, რითიც გგონიათ, რომ ჩემზე მეტი ხართ. ძალიან არ მინდა ბევრი რაღაცები გამოვამზეურო, რაცაც მწერთ კომენტარებში გარკვეული ადამიანები პირადში და ასე შემდეგ. ხო, ეს უკვე საფინალო მომენტი იყო, სადაც დაკითხვა მიმდინარეობდა. ხო, სხვათა შორის ძალიან ბევრი კომენტარი დაიწერა ამასთან დაკავშირებით, რომ როგორ ვერ იცანი ეს გოგო ხო მომღერალია, მე მაპატიეთ, მე ყველა მომღერალს
ვერ ვიცნობ ფიზიკურად, იმიტომ რომ საქართველოში ხალხო იცით რამდენი მღერის ვერც კი წარმოიდგენთ. ისევე როგორც ძალიან ბევრი მსახიობია და თქვენ მე მიცნობთ როგორც მსახიობს ძალიან ბევრი ადამიანი, ხო? მიუხედავად იმისა, რომ მე მყავს დიდი აუდიტორია. ამიტომ ეს მომყავდა არგუმენტად, რომ მე არ ვარ ვალდებული ყველა ვიცოდე, მით უფრო, ანუ არ ვიცი, რატო ეგონათ, რომ აუცილებლად ვიცანი ეს გოგო, ძალიან სამწუხაროა. მახსოვს მაგ დღეს ვიცახდი, რომ ბედნიერება არ მარგებენ თქო კომენტარები რომ წავიკითხებ, გული დამწყდა ძალიან და ეს გოგო როგორ ვერ იცანი და იქ სადღაც მღერის რესტორანში და უდაოდ უნიჭიერესი გოგო რო ახლა რა თქმა მაგას თქმა ვერ ვთავრობ დამებლოკება მოკლე ძალიან ნიჭიერი გოგონაა რა თქმა უნდა და ამაზე ვერ ვიდავებ და არ ვიდავებ და ვერც კი ვიკადრებ მაგრამ მე მაპატიეთ რა მთელი საქართველო თუ არა იმხელა ნაწილი მღერის რომ ფიზიკურად ყველა ვერ მეწოდინება აი TikTok-ზე უამრავი გამომწერიც რო ყავდა შეიძლება არ ვიცოდე ისევე როგორც ძალიან ბევრმა საერთოდ არ იცის გვანცა ვინ არის დოდონათი უფრო შეიძლება გამიხსენოს ვინმე გვანცა ხო საერთოდ წარმოდგენა არ აქვს ვინ არის და ამიტომ ხო ცოტა რაღაცნაირი დისკომფორტი იყო რა თუმცა ხო 3000-ის გადასარევად დავხარჯე ასე რომ ნუ რას ვიზამთ პირველ ეტაპს უფრო დიდი აჟიოტაჟი მოყვა როცა მე ვიყავი უშუალოდ მონაწილე ახლა ვნანობ კომენტარებს საერთოდ რატო პასუხობდი და რატო ვუწერდი რომ ხალხო ესე არ არის და ძალიან გამოცდელი ვიყავი ეკრანზე და ძალიან ვნერვიულობდი რომ ამას რატო მიწერენ და რაღაც ნუ ახლა უკვე ბევრი რაღაცა გადაიარა თუმცა იმ მომენტში მზად არ ვიყავი რა რომ აი რომ ძალიან რომ კნაოდი მაგ ვიდეოებზე მაგ საუბარი ну რას ვიზამთ მიხარია რომ ძალიან ბევრი ადამიანი აღმოჩნდა ვინც აუ დოდონა ასე იყვნენ და ჩემთვის ეგ იყო პრიორიტეტი რომ ადამიანებამდე მიმეტანა ის ჩემი ის რაც ვარ და მივიდა კიდეც ვისაც უნდოდა იმ ადამიანებთან მივიდა კიდეც რა და ხა ვისაც არ უნდა ხო სულ ხალხო ოქრო ვერცხლი უყაროთ და რა ვიცი მაზრი არა ასე რომ უბედნიერესი დღე იყო ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი უბედნიერესი დღე ძალიან კარგად მახსოვს რომ ხელმღელვარება მქონდა ასევე მახსოვს გარდა იმისა რომ ზოგადად ვნერვიულობდი პროცესზე რაც მიმდინარეობდა ასევე ვნერვიულობდი იმაზე რომ ძალიან არაკომფორტულად ვგრძნობდი თავს და ზუსტად ამის მერე იყო რომ თქვი მე აუცილებლად დავიკლებ თქო და ძალიან კარგად რომ დავიკლე და 1 წელზე მეტი შენარჩუნებულიც მქონდა ну სანამ შლოპანცივით ავიწყոտდი მანამდე ვიძახი და მოკლედ მენატრება ეგ დღეები და დადგება ეგ დღეები მაგრამ ზუსტად ეს იყო კადრში რომ ვნახე ჩემი თავი ეს რა ვარ თქო შოკირებული ვიყავი თქვენ იცით რომ ეკრანზე მეტად ჩანხარ ვიდრე ხარ და მე თუ კიდე მეტად მინდოდა ხო ხვდებით ეს კი საოცარი ბარბარე უნიჭიერესი და უკვე მომღერალი რომელიც უკვე გითხარით და მასზე გესაუბრეთ და სწორედ რა თქმა უნდა გასაგებიც იყო რომ უკვე 3000 მოგებული მქონდა და კი გავარ გისაგები კი ვიხურათ რამდენად არაადეკვატური ვარ კანიდან ლამის ამოვხტი და მახსოვს მითხრათ რომ კადრიდან უგადისო ანუ მანიშნეს ჩემ მაყურებელში შევარდი ლამის ჩემ გულშემატკივრებთან და მითხრათ რომ კადრში არ ვჩვენდი და გამოვსულიყავი აგერ უყურებთ კადრებს ძალიან ამაღელვებელი იყო ჩემთვის ძალიან მინდა ეს დღე და ეს ემოცია და საერთოდ ეკრანი მინდა რა ხალხო მიმიწვიეთ ანუ სადმე ხო შეიძლება მიმიწვიოთ იცით რა კარგი ვაიმე მიშველეთ ჯერ ყველა მოვირჩინო და მე მიმიწვიეთ რამდენად კარგად შემიძლია ბევრი რამის გაკეთება რატო კარგავთ ჩემნაირ კადრს ძალიან გთხოვთ ვისაც ხელგეწინებათ ტელევიზიებთან ვიღაც ყავთ თუ რაც არის უთხარით კადრს რატომ კარგავენ მაინტერესებს ოღონდ ამას არ ვხუბრობ ხუბრობაში ნაჩვენებთ ბაი